გამარჯობა, ეს არის ბაჩუს არხი და ჩვენ ვიწყებთ რიკი ხუმრობების მეორე ეპიზოდს. დღეს ჩემი სტუმარი იქნება, სტუმარი რაც აისტუმარებს თორე რამ გაგყო ძმაო. გიორგი ჩირგაძე. ასო პირიქით მოვედი რანჩოზე, მასმინძელივით. ცხენით მოხვედი, ხო? აქ ამყავს. შავი ცხენი, სადავითა. ლაგამ აბჯარუნაგირს, კი ბატონო. გავს რიკიები მოდანილი? სხვათაშორის კი. რამდენი რიკი? 7 დამაბარი და 7-მე მოვიტანე. მეც 7 რიკი. ერთი გადმომივარდა ცხენიდან. და არა მიიღია. დავტოვე. ანუ 6 გაქვს შეჭი. არა, 8 მქონდა, მომქონდა 8. და 7 მომყვა რა. ის დაზიანდა და შემდეგ გადაცემა შეიძლება მოვიტანო. სასჯელი არ გვაქვს გადაცემაში, ხო ის? ძალიან კარგია. სანამ ვინმეს ისეც არ მოვიყვანთ, რომ გვეზიზრება, მანამდე ჩემი აზრით ჩვენ ისედაც ვისჯებით. კი. და ისაჯელები არ მინდა, და ვიკავი. კი, ნამდვილად ვისჯებ. წინა გადაცემას თუ უყურე ის კი. უყურე წინა გადაცემას. კი, ძალიან კარგი გადაცემა იყო სხვათაშორის. მოგეწონა ის ბიჭი? თემოს ხუმრობები ძალიან კაი. თემოს აჯაია. ზოგადად თემოს ხუმრობები ახლა ასე ლაივში არ ვიცოდი, მაგრამ რო უყურე ძალიან მომეწონა. კარგია. მიყვარს. თან რაღაცა ისეთი ხუმრობები ქონდა დიდი ხანი არ ვარ მომისმენია მსგავსი სტილის ხუმრობები და კარგი თუ ცუდი? ზოგადად კარგი ხუმრობები ამ ბოლო პერიოდში ნაკლებად მომისმენია სამწუხაროდ ცხოვრება ისე წავიდა ჩვენი რომ ძალიან მიხალისეს შენ ხუმრობებზე სხვათაშორის. კარგი იყო. აი ჩვენი პროდიუსერები გავაცნოთ მაყურებელს კიდევ ერთხელ. აი ესენი არიან თუ არიან ბოლო ერთ თვეში მესამე გადაცემა უგაკეთებენ და ქელავენ ნახე როგორ მუშაობენ. მაგარია, ძალიან მაგარია. კაია. დაისვენი ბათურ. ზურგით არ თქო ხო გასწავლე რომ ეს. გადაცემა ვნახე ამას წინ თუთიყუში იჯდა ადამიანი და ეხა პირიქით ზაღლები აკეთებენ ადამიანები არიან სცენაზე. მაგარია. იცინის ნახე უკვე იცინის ზაღლი. შეიძლება ტირის აიც. არა იცინის. კაია. დავიწყოთ რიკი. კი ბატონო, კი ბატონო. ვინ დაიწყებს? შენ დაიწყებ თუ? ზაღლი იცინო და კაცი ბჭობდაო, დაიწყე. მე დავიწყო? მოდი ჯეირანი, წინა სტუმარსაც ხო ჯეირანი თამაშე. ჯეირანი, გაგჭერი. შენ იწყებ. ჭავერ გავჭერი, კაი, მე დავიწყებ. სანამ დაიწყებ, ხალხს უთხრათ, რომ არხი გამოიწერონ ვიდეო და თავისთავად გასაკეთებელია ხო ვთხარით ერთხელ. სპონსორი მოიყვანო. აი წინა თვეში ხო ვთქვით. სპონსორი ცხენით რო წამოდი ვერ წამოიყვანე? სხვათაშორის მომყავდა. და გადმოგივარ. უბრალოდ მამალი ცხენით ვიყავი და ცხენი ისეთ მდგომარეობაში დავახვედრე, რომ უარი თქვა. ანუ სპონსორი ქალბატონი იყო. კი. ჯორი. ძირითადად ჩვენ ცხოველები მემსახურებიან ზაღლები, პროდიუსერები, სპონსორი ჯორი. ტრანსპორტის ცხენი, კაი. პირველი ესეთი შეკითხვა მექნება ბატონ ვლადიმერ თქვენთან. შენი აზრით რა ქვია სტაიანშიკს, რომელსაც სტაფილოსფერი ნაკიტკა აცვია, ეგრეთ წოდებული ნაკიტკა? აბა კარგად დაფიქრდი? სტაიან შიქს, რომელსაც აცვია სტაფილოსფერი ნაკიტკა, არა მწვანე. სტაიან კიკი ხო არ არის სტაფილო კიკის პონჩი? არა, ერთი ვერსიაც და გეულე. არიცი რა ქვია? რავი, ზოგსა. ამას რა ვიქო? ამას მალხაზი. კი. კაი. შემდეგი? რა ქვია ლობიანში თმას, რომელიც არ ჩანს? ხვეული? აბა? ბრმა ნაწნავი. შენი აზრით რა ქვია კუს, რომელსაც თავი აქვს ბაქანში შეწეული? თავშენახული კუ. არა. უკულინგუსი. პირიქით. კარგია. იმას რა ერქვა იმ მომღერალს ისინი რომ მოიღო? თირკმელი თუ რაღაც რომ მოიღო რომ. კი. მერლინ. ხო, ანუ კუ მენსონი. ნეკნები ამოიღო მაგან. ნეკნები ამოიღო? თირკმლის გარეშე გაუჭირდებოდა. ვა. თირკმელი ხო აკეთებს ორგანიზმს. არა, იმას აკეთებს ფილტრაციას. ფილტრაციას აკეთებს. ხო და ამიტომ ესეთი მაქვს კიდე. არა მოიღებდა. თუ შენ ჯერი? ეხა ჩემი ჯერია, ხო? არა, შენი ჯერია, შენი. ჩემ. რა მოხდება თუ ქართველები ვუღალატებთ ერთმანეთს? საქართველო გაბწყინდება. არა. აბა?
რუსეთი მოგცემს ერთმანეთს. ერთმანეთს. მაჯამა რა. კაი. შენი აზრით სად მუშაობს ქართველი სპაიდერმენი? გასართობ ცენტრში. არა. არა. ახალქსელებში. კაი. ისე გასართობ ცენტრში მეტი იშოვება და იქ უფრო მისაღებია. კი. ბევრი სპაიდერმენი დადის და კონკურენცია რომ მაღალია, ხარისხიც ყველაზე დიდი ხერფასი აქვს სპაიდერმენს. გასართობ ცენტრში? კი. იმიტომ რომ კრიშტიანო ჩამოხტა. არა. პარალელურად ახალქსელებში მუშაობს და მეტი გამოდის. გამოძახებების ეს. კაი. შენი ჯერი. ახლა ჩემი ჯერი, ჩელენჯერი. რატომ აცვია ყოველთვის სუფთად ალტიფოს ლიდერს? ალტინფოს ლიდერს? ხო. არის შრება ეს და ლოცვილი. ასაყვანია და არ იცის. რა დროს მოაკითხავენ არ იცის რა. კაი ჩემო კარგო. შენი აზრით რა ემართება ვეგეტარიანელ ადამიანს შემოდგომაზე? შესანახებზე გადადის. არა? კუჭი უხმება? ვეგეტარიანელი ადამიანის შემოდგომაზე. ფოთლების ცვივა. ან ხელზე ვერ მოიჭამს. ვერა. ჰარი პოტერი ცხოვრობს, წარმოიდგინე რა. ჰარი პოტერი ცხოვრობს სოფელ შრომაში. შრომა იქით. რა გვარი იქნებოდა ჰარი? შრომაში? ხო, სოფელ შრომაში ცხოვრობს. ჰარი? ჰარი შრომელი? სწორად, მაგრამ არ არის ეგ რა. ჰარი პოტერი იქნებოდა ჩვეულებრივად, მამა ინგლისელი ყავს, დედა ყავს შრომელი. დედული ეგ. კი. კაი, ჩემო კარგო. შენი აზრით? ხო. რა ქვია ილუმინატორს იმერულად? მე ვიცნობ ილუმინატორს, ილოქვია მან. მე არ იქნება. ილუმინატორი იმერულად. თვითონავის იგი, იქე რომ იხედები. უნიტას რო გავს. ხო. ილია თოფურიასთან ოქტაგონზე 9 მწვრთნელი რო შეუშვან რა მოხდება? 9 მწვრთნელი? 9 კუბოს გამოიტანენ. შეიძლება. აბა. არ ვიცი. სისხლიანი 9 მწვრთნელი. და კუბო მერე. კაი. შენი აზრით იუდა რო ცოცხალი იყოს ახლა ამ დროში, სად იმუშავებდა? პარლამენტში. არა. ბანკში სესხი 30% ეფექტურად. კაი. კაი, არა სასჯელი არ არის და ვინ დაიშებოდა ღმერთმა. არ ვიცი, არ ვიცი. იუდაზე ვინ დაგჯიდა პრინციპი? რისი თავი არ აქვს? ძალიან დაღლილ მეძავს. რისი თავი? არ აქვს ძალიან დაღლილ მეძავს? სოსისის მოხარშვის. აბა? წყლის თავი. დაღლილია რა ქნა. რთული სამსახურია. თავიდან სხვანაირად ეგონა. თითო დაგვრჩა? კი, თიო დაგვრჩა. კი ბატონო. ეს მაშინ მე ჩემ ბოლოს როგორც შენთან მაინც სტუმარი ვარ, შენ მოგიძღვნი და აქაურობას რა ბოლოს. ჩვენ ეხა აქაურობა კარგია სუფთა, მაგრამ ირგვლივ ბურდუებია რა. შენ რო ამ ბურდუებში ერთ დღესაც ჩაგეძინოს ვინ იქნები? მივხვდი. ლადო ბურდული. დიახ. კარგია. ახლა ჩემი ბოლო. დიახ. ბოლო ჩვენი მტრების აი. აფერო. როგორ უნდა შეუხვიოს ჭრილობა ექიმმა პაციენტს, თუ პაციენტი სადღაც 3 კილომეტრით არის დაშორებული? ექიმი უნდა იყოს სპაიდერმენი. დურბინტით. აქედან დაურეკავს და ეტყვის რომ ასექენი ისექენი რა. დადექი სწორ გზაზე. ხო და თქვენ რა უნდა ქნათ იცი, თუ უნდა გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და გამოუშვათ ჩვენი ძმა ონისე ცხადაძე. მადლობა ყურადღებისთვის.
შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მანამდე თქვენ იწერეთ არხი და ჩვენ ჩვენი პროდიუსერები სად არიან? უბის სიგნაკებში ჩავიწერთ. ჩვენი პროდიუსერები წავიდნენ პედიგრი უნდა მიირთო. მას შეგიძლიათ პედიგრიდან დაგასპონსოროთ და ჩვენ ვაჭმევთ ჩვენს ცუგებს. კარგი, მეც ხენს გადმოვამam და წავედი. გენეჩვალ.